26 მაისთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული ახალი გეგმა განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ყოფილი პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მოსამზადებლად სპეციალურ კომიტეტს ქმნის. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით კომიტეტში საზოგადოების წარმომადგენლები გაწევრიანდებიან. 26 მაისის აღნიშვნის ადგილად მან რუსთაველის გამზირი დაასახელა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა ახლად საფრთხეშია. ოპოზიციის ნაწილისთვის მისასალმებელია ზურაბიშვილის ინიციატივა და აცხადებს, რომ ეს დღე ეროვნული დღესასწაულია და ყველამ ერთად ქართულ ხალხთან ერთად უნდა იზეიმოს. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ ახალ ინიციატივაში მონაწილეობას ამ ეტაპზე არ გეგმავენ. ექს-პრეზიდენტის განცხადებას დესტრუქციას უწოდებენ მართლ გუნდში. მაისი არის საქართველოს რუსეთისგან განთავისუფლების და ქართული თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბების დღე. ამ დღის და ამ იდეის მტერია ქართული ოცნება. ქართული ოცნება არის ძალა, რომელიც საქართველოს აბრუნებს რუსეთში და ქართული ოცნება არის ძალა, რომელსაც საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოებრიობა არ უნდა რომ არსებობდეს. ამიტომ ეს არის სახალხო ზეიმი და აუცილებლად უნდა აღენიშნოს ღირსეულად. 26 მაისი გვეკუთვნის ყველას. ნაციონალურ მოძრაობას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ რასახელიც არ უნდა შეეცვალოს სალომე ზურაბიშვილის გარშემო არსებულ რაღაც აი ამ შეკრებებს ჯერჯერობით ვერავით არა აზრს ვერ ხედავთ აქ მონაწილეობის 5 თვის განმავლობაში ჩვენ ვიყავით ამის თანამონაწილეები 26 მაისს ვიქნებით აქტიურად წარმოდგენილი რუსთაველის გამზირზე და ეს არ იქნება რაღაც მანიფესტაციური ხასიათის 26 მაისი ეს არის სახალხო ზეიმის დღე ჩვენ უნდა დავიცვათ ის თავისუფლება და დამოუკიდებლობა რაც მივიღეთ ჩვენი წინაპრებისგან ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს ჩვენ გუშინ არ ვესწრებოდით შეხვედრას ამიტომ ალბათ თვითონ გააკეთებს განცხადების პროცესზე უფრო მეტი დეტალი გახდება მისი მხრიდან ცნობილი საზოგადოებისთვის. არ ვიცი ვის როგორ უნდა ugზავნოს სადმე მისვლა, მაგრამ ამაზე ალბათ თავად გააკეთებს მეტ განმარტებას. გადაგასულ პრეზიდენტს არავინ ეკითხება 26 მაისის აღნიშვნა თქვენ ის რომ დაგეგმილია ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით და რა თქმა უნდა საქართველოს ყველა მოქალაქეს ყველა მუნიციპალიტეტში ექნება საშუალება აღნიშნოს ქვეყნის თავისუფლების და დამოუკიდებლობის დღე, რაც შეეხება ამის წართმევას. ყველას კარგად გვახსოვს როგორ წაართვეს შობა და ახალი წელი თბილისის ბავშვის ოპოზიციამ და რა მოხდა 9 აპრილს, როცა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ადამიანებს არ ქონოდათ საშუალება 9 აპრილის გმირებისთვის პატივი მიეღოთ. ამიტომ ნებისმიერი ასეთი ქმედება არის ჩვენთვის მიუღებელი. ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომელსაც ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი არიან მოსამშობლო ადამიანები, რომლებსაც არაფერი ღირებული და ძვირფასი არ არსებობს.